შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომლის სანდოობასაც კრედიტ სუისის სკანდალმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, თვით დაზიანებას განაგრძობს. როგორც ჩანს, გლობალური deep state-ის გავლენები მთლიანად შვეიცარიულ საბანკო სისტემასაა მოდებული და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბანკს. ისტორია მეორდება და მის ცენტრში ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ იულიუს ბერის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ეს მეორე შვეიცარიული ბანკია, რომელთან ურთიერთობაშიც ბიძინა ივანიშვილი უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ხელოვნურ დაბრკოლებებს შეეჩეხა. მეორე შვეიცარიული ბანკია, რომელთან ურთიერთობაც გარკვეულ მომენტამდე შეუფერხებლად მიმდინარეობდა. თუმცა ივანიშვილის ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევმა პოლიტიკამ რატომღაც ეს ურთიერთობა გაართულა და სასამართლოს ჩარების აუცილებლობა განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ იულიუს ბაერი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. თითქმის 6 თვის განმავლობაში იულიუს ბაერი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების თანხების ბრუნვის შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იულიუს ბაერმა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, იულიუს ბაერმა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება. ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით ჰეჯ ფონდებმა დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. იულიუს ბაერი არის ხელშეკრულების მიხედვით ვალდებული მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. იულიუს ბაერი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველ საყოფად, რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას თუ განმარტებას, თulis რომ იულიუს ბაერი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგო საზიანოდ. პროცესს თუ კარგად დავაკვირდებით, აშკარა ხდება იულიუს ბერისა და კრედიტ სუისის უსამართლო მოქმედებების მსგავსება და ისიც, რომ მათ ერთი და იმავე ხელი აკონტროლებს და კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მათ ინსტრუმენტალიზებას ახდენს. ამ ჯგუფის გავლენების მასშტაბს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ აქვთ ძალა საერთაშორისო მედიაშიც კი დაბლოკონ მორიგი შვეიცარიული ბანკის სკანდალი. საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაიცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იულიუს ბაერის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრეს-რელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთ ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებების შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან. მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში იულიუს ბაერის წინააღმდეგ და ინფორმაციას განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი რბილად რომ ვთქვათ გარკვეულ კითხვებს აჩენს. მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. მოვლენა, როდესაც მსგავსი სკანდალური საქმისადმი მედია ჯერ ინტერესს ავლენს, შემდეგ კი უეცრად ცვლის პოზიციას და ექსკლუზიური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს, იმთავითვე ეჭვებს აჩენს, რომ ვიღაც მათზე ზეწოლას ახდენს. უცნაურია არა, წესით მედია სწორედ ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვებით უნდა იყოს დაინტერესებული, რათა სხვაზე ადრე გაავრცელოს ამა თუ იმ საქმეზე საინტერესო დეტალები, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით აღმოჩნდა. ერთი ხელით მართულმა უკლებლივ ყველა ევროპულმა და სხვა საერთაშორისო მედია გამოცემამ ერთი ხელის მოსმით დაბლოკა ინფორმაცია. პრინციპში გასაკვირი და ახალი ამაში არაფერია. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ კონკრეტულად ამ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილში მედია, პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, ევროპარლამენტი, ყველაფერი გლობალური ომის პარტიის კონტროლის ქვეშ არის. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს იულიუს ბერის ალოგიკური და თვითდამაზიანებელი მოქმედებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ წინ უდევთ კრედიტ სუისისა და ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გახმაურებული სამართლებრივი დავები, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა. შეუძლებელია შვეიცარულმა იულიუს ბერმა არ იცოდეს ის, რაზეც ფაქტებით საუბრობს საქართველოს პრემიერი. სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავის საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის, ამით ანგრევენ რეალურად თვითონ შვეიცარიულ ბანკებს, მაგალითად კრედიტ სუისის აქციების ფასი 100-ჯერ და მეტად არის გაუფასურებული. თავის დროზე თუ იყო კრედიტ სუისის აქციის ფასი 80 ფრანკი, დღეს 1 ფრანკს არის ბევრად ჩამოცილებული.
ასე რომ, როდესაც იულიუს ბერს კრედიტ სუისის გამოცდილება ნანახი აქვს, იცის რაოდენ მძიმე რეპუტაციული და ფინანსური ზიანი შეიძლება მიადგეს უსამართლო ქმედებების გამო და მაინც იგივე შეცდომას უშვებს და ამ რისკზე მიდის. მხოლოდ ერთი ფაქტით აიხსნება. მასზე ზეწოლას ახდენენ ისეთი ძალები, რომელთაც ვერც ბანკი და ვერც შვეიცარიის სახელმწიფო ვერ ეწინააღმდეგება. და მაინც, რატომ და რის შემდეგ გადაწყვიტა გლობალური ომის პარტიამ მორიგი შვეიცარიული ბანკის რეპუტაციის გაწირვა ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის? პასუხი ივანიშვილის განცხადებებსა და პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორ პირქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. ეს იყო ღია, ყოველგვარი ქვეტექსტებისგან დაცლილი განაცხადი, რითაც ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ისაუბრა გლობალური ომის პარტიის, იგივე Deep State-ის რეალური ზრახვებისა და სურვილების შესახებ. ძალებმა, რომლებიც მის მიმართ ღიად უფარულ შანტაჟს ახდენდნენ იმ გათვლით, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ შანტაჟს დაექვემდებარებოდა და ანტიეროვნულ ნაბიჯს გადადგამდა, პასუხად საჯარო მხილება მიიღეს, რის შემდეგაც ზეწოლის თამასა კიდევ უფრო აწიეს. წარმოიდგინეთ, შვეიცარიის ბანკი ჯულიუსი ბაიერი დიდი ხნის მანძილზე უპრობლემოდ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო 2024 წლის 29 აპრილის შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია საჯარო დაამხილა ანტიქართულ გეგმებსა და ქმედებებში, ბანკმა მისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა დაიწყო. თუმცა გლობალური Deep State ამაზე არ შეჩერებულა. ცხადია, რომ მას გავლენის აგენტები საქართველოშიც ბლომად ჰყავს. ეს ჯგუფი ერთი მხრივ იულიუს ბერის მეშვეობით ქვეყნის გარედან ფინანსურ შანტაჟს ახორციელებდა ბიძინა ივანიშვილზე, მეორე მხრივ კი ქვეყნის შიგნით ამუშავებდა აგენტურას და ისეთი პირი წამოწია საჭადრაკო დაფაზე, რომელიც სრულად ჯდება მათ კრიტერიუმებში. გიორგი ბაჩიაშვილი. ის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყო. 2023 წელს პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. პროკურატურის თანახმად გიორგი ბაჩიაშვილმა ქართული ოცნების დამფუძნებლის კუთვნილი 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა, რაც 2017 წლის მდგომარეობით დაახლოებით $43 მილიონ შეადგენდა. 2023 წლამდე ბაჩიაშვილს ერთი პოლიტიკური განცხადებაც კი არ გაუკეთებია, თუმცა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ის პოლიტიკურად გააქტიურდა. მართულმა ოპოზიციურმა პროპაგანდამ კი ერთგვარ ინსაიდერად დაბრინდა, რომელმაც თითქოს და ისეთი ფაქტები იცის ბიძინა ივანიშვილზე, რაც ბევრისთვის უცნობია. და არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საზოგადოებაზე ვითომ და ზემოქმედების მიზნით TV პირველზე მისი ინტერვიუ გავიდა. მას შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი ოპოზიციისთვის გარედან შედგენილი რადიკალური სცენარის აქტიური პერსონაჟი გახდა. ეს ძალადობრივი რეჟიმი უნდა დამთავრდეს და საქართველოს უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. გრევის პროცესი დაწყებული არის. უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ძალიან კარგი სიჩქარით. რუსეთი ამაში მისი პირდაპირი მოკავშირე არის, რაც გამოჩნდა ამ არჩევნებით, რომელიც პირდაპირ FSB-ს მიერ იყო ჩატარებული. მერწმუნეთ ტემპერატურა უფრო და უფრო ზემოთ აიწევს, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს თავის ხმას. ბოლოს კი ისიც აღიარა, რომ აფინანსებს ძალადობრივ აქციებს და მათ ორგანიზატორებს. არის თუ არა ეს თანხა, რითაც თქვენ აფინანსებთ რადიკალური ოპოზიციის მიტინგებს, ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარული თანხა? მე ვეხმარები ფინანსურად იმ ფონდებს, რომლებიც ეხმარებიან დაზარალებულ ბავშვებს, რომელსაც შეგვიძლია ადვოკატი. ახლა კი ყველაზე საინტერესო დეტალი ისაა, რომ პოლიტიკურად გააქტიურებული ბაჩიაშვილი, რომელიც გარედან მართულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს აფინანსებს, პირდაპირ კავშირშია იმ იულიუს ბერთან, რომელსაც ივანიშვილის შანტაჟისთვის იყენებენ კონკრეტული ძალები. ხაზგასმულია, რომ ზემოაღნიშნული შვეიცარიული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 3 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თავობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც ჯულიუს ბირში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ
ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში. სამწუხაროდ ყოველგვარი განმარტების გარეშე საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად. ამგვარი ინფორმაცია, დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში. ნამდვილად შვეიცარიის კონფედერაციას შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართეთ კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნით და ეს ინფორმაცია უკავშირდებოდა გაურებულს და მასთან დაკავშირებულ კომპანიას და შესაბამის ანგარიშებს უხეშად რო ვთქვათ. ძალიან მარტივი მოცემულობა არის თუ თვითონ აცხადებს რომ არაფერი დასამალი არ აქვს და საუბარი არის მის ანგარიშებზე, უბრალოდ მარტივად შეუძლია ეს ყველაფერი თვითონ წარმოადგინოს. მაგრამ ბაჩიაშვილი ამას არ აკეთებს. თუმცა უფრო სწორი შეფასება იქნებოდა ამას ვერ აკეთებს. როდესაც გარე ძალებს ხარ დაქვემდებარებული, ისე იქცევი როგორც გეუბნებიან. ყოველგვარი კითხვების გარეშე. ბაჩიაშვილს კი როგორც ჩანს, პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას თხოვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმ გარანტიით, რომ მისი უკანონო ფინანსები ასევე გარედან მართულ იულიუს ბერში დაცული იქნება. ამიტომაც არ თანამშრომლობს ბანკი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქართულ გამოძიებასთან. არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ბაჩიაშვილს ადვოკატირებას უწევს რობერტ ამსტერდამი. ეს არის პიროვნება, რომელიც ასევე მიხაილ ხადარკოვსკის ადვოკატი იყო და ძირითადად ცნობილია იმით, რომ არა იურისპრუდენციას, არამედ გლობალურ ჯაშუშურ ქსელს ემსახურება და მისი ყველა კლიენტი სწორედ ამ ქსელის ან ნაწილია, ან დახმარების სანაცვლოდ აუცილებლად ეს ბედი უნდა გაიზიაროს. მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ამსტერდამმა აიძულა ბაჩიაშვილი პოლიტიკაში შემოსულიყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილს არათუ პოლიტიკასთან არ ჰქონდა შეხება, არამედ ერთი განცხადებაც კი არ ჰქონდა გაკეთებული საკუთარი სისხლის სამართლის საქმეებზე. რობერტ ამსტერდამი უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ეს პროცესი იყო პოლიტიკური დევნა, რამე თუ ბაჩიაშვილი მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში. გარდა ამისა, რობერტ ამსტერდამი ოპოზიციურად განწყობილი მედიების ერთ-ერთ საყვარელ რესპონდენტად იქცა და ერთ-ერთ ინტერვიუში ისაკაძის BMG-სთან ჟურნალისტის კითხვას ასე პასუხობს. ბაჩიაშვილს თქვენთან როდესმე უხსენებია ტერმინი, რომელსაც სულ უფრო მეტად გვაჩვევს ქართული ოცნება და პირადად ივანიშვილიც, გლობალური ომის პარტია. არ მგონია რომ გიორგის ცოდნოდა ეს ტერმინი. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ამის შესახებ პირველად ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მოვისმინე. ეს ინტერვიუ 2024 წლის 17 მაისით თარიღდება. ბაჩიაშვილის ამერიკელი ადვოკატი კი გვიმტკიცებს, რომ გლობალური ომის პარტიისა და Deep State-ის შესახებ პირველად ბიძინა ივანიშვილისგან შეიტყო. მაშინ, როდესაც უშუალოდ მის ქვეყანაში, ამერიკაში, მთელი წინასაარჩევნო კამპანია დონალდ ტრამპს სწორედ გლობალური ომის პარტიის დამარცხების აუცილებლობაზე ჰქონდა აგებული. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ბაჩიაშვილი, რობერტ ამსტერდამი, კრედიტ სუისი, დასავლური მედია თუ იულიუს ბერი გლობალური ომის პარტიის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას აიძულებდნენ. თუმცა თუ დავაკვირდებით კრედიტ სუისისა და იულიუს ბერის განმარტებებს უსამართლო მოქმედებებთან დაკავშირებით, ცხადი ხდება, რომ პროცესში თავად შტატების წინა ადმინისტრაცია და ევრობიუროკრატიის ნაწილიც კონკრეტულ როლს ასრულებდა. 2024 წლის დეკემბრის შუარიცხვებში იულიუს ბაერი ფაქტობრივად დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის გაუქმების მიზანშეწონილობა იულიუს ბაერის მიერ არ იყო არგუმენტირებული და ბოლოს იულიუს ბაერმა ბენეფიციარების აზრით არასწორად უფრო სათავისოდ განმარტა ეგრეთ წოდებული ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ეგრეთ წოდებულ ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები. იულიუს ბერი თუ უარგუმენტოდ ეგრეთ წოდებულ ამერიკულ სანქციებს უკავშირებს ხელოვნურად გამოწვეულ დაბრკოლებებს, კრედიტ სუისი მის გაუგებარ მოქმედებებს ევროკავშირის მიერ მიღებულ ფეიკებით გაჯერებულ რეზოლუციებს უკავშირებდა. პროპაგანდა კი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ პროცესი მართული არ ყოფილა და მას როგორც ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ ურთიერთობას მიაწერდა. როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად ორ კვირაში ყველანაირი აქტივი თუ კი რა მიიღო ჩემი საზღვარგარეთ, ყველაფერი დააყადაგეს მატრიცში, ხელოვნების ნიმუშები, ვერტფრენი მქონდა შეძენილი, ისიც რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან. 11 ივლისს მე მგონი დასრულდა. გამოიტანა დასკვნა სასამართლომ, რომ სასამართლო დასრულებულია მეორე ინსტანციის და ფული გადაიხადა. ესე იგი კრედიტის არავითარი ვარიაციები აღარ დარჩა. ერთადერთი რამდენადაც ბერმუდა და სინგაპურში ორი ინსტანციაში სასამართლო იქ არის ფინანსების ნაწილი არის თანხმედრა. და ამას როგორც წესი ექსპერტები ითვლიან. ნუ ხალხ ამ დათვლას რამდენი უნდა ალბათ 1 საათი, 2 საათი. 11 ივლისიდან მოყოლებული სანამ
დედლაინი ესე თქვა არ დაუსვა სასამართლომ 29 სექტემბრამდე. მათი ექსპერტი თქვა შეულებაში წავიდა. რაღაც პრობლემები ჰქონდა, მოკლედ ითვალა 2 თვე ითვლიდნენ ამას. ხელოვნურად ჭიანურდება. ყოველდღიურად ამ დროს $100,000-ზე მეტი პროცენტის დარიცხვა უწევდა კრედიტ სუის. ნუ თვითონ მაყურებელმა გადაწყვიტოს ეს. მეჩვენება ტყუილად იხდიდნენ $100,000 დღეში გადასახდელი როგორი დიდი ბანკიც არ უნდა იყოს, არავის არ მოსწონს ეს, ხო? თანაც რისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ დრო გაეცალათ. სინამდვილეში ხომ ეს დე-ფაქტო სანქცირება იყო, რასაც გლობალური ომის პარტიის გათვლით ბიძინა ივანიშვილზე გავლენა უნდა მოეხდინა. ამას კი თავის მხრივ საქართველოსთვის დამანგრეველი, თუმცა Deep State-ისთვის მნიშვნელოვანი შედეგები უნდა მოეტანა. ახალი და ძველი ამბების მიმოხილვის შემდეგ შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს გონივრული კითხვა თუ ამ ხელა ძალა აკონტროლებდა ევროპას, ევროპარლამენტს, ევროპულ მედიას, პოლიტიკას, ბიზნესს, ბანკებს და ყველა სფეროს როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ. დიახ, სწორედ ასია, სწორედ გლობალური ომის პარტია აკონტროლებს დღეს თითქმის მთელს ევროპას, აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა. შვეიცარია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა იყო საბანკო სისტემის მოქნილობით და ავტორიტეტით, დღეს ამ კუთხით ფაქტობრივად აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ მთავარ კითხვაზე პასუხი თუ როგორ ვებრძვით ამ ხელა ძალას მარტივია, ჩვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენს წინაშე არ არის არჩევანი ცუდსა და უარეს შორის, არჩევანი არის სუვერენიტეტის დაცვას, ბრძოლასა და განადგურებას შორის. დღეს რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ მართავდეს, დღეს რომ აქ სააკაშვილ-ბოკერიების კოჰორტა იყოს სათავეში, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ჩვენი სახლების ადგილებზე კი ნანგრევები იქნებოდა, ზუსტად ისეთი, როგორიც არის ბუჩაში, ირპენში, ბახმუთსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. ასე რომ, როდესაც შვეიცარიული ბანკების გამოყენებით ბიძინა ივანიშვილის შანტაჟზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ერთი მოტივი და ერთი რეალობა არსებობს. გლობალური ომის პარტია მის ხელთ არსებული რესურსებით ბიძინა ივანიშვილს, როგორც მშვიდობისა და სუვერენიტეტის გარანტს, მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის ებრძვის. ეს სიყვარული კი გლობალური ომის პარტიის, ანუ Deep State-ის გეგმებს სრულად ეწინააღმდეგება, რადგან მისი თვალით დანახულ საჭადრაკო დაფაზე საქართველოს მარტივად გასაწირი პაიკის როლს ართმევს.